საქართველოს პრეზიდენტი ახალ ქალაქში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მიხეილ სააკაშვილის სომხურ ეკლესიაცაც ესტუმრა. ეკლესიის ეზოში პრეზიდენტი ყოფილ პოლიტპატიმარსა და მოძრაობა ჯავახეთის ერთ-ერთ ლიდერს, ვაჰაგან ჩახალიანს შეხვდა, რასაც შელაპარაკება მოჰყვა. პრეზიდენტთან შეხვედრიდან რამდენიმე წუთში ჩახალიანმა ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია დატოვა. არ შეიძლება მაგას ჩვენი ეკლესიასთან. მაგას არ შეიძლება, არ შეიძლება. ჩვენი ეკლესიების დაბრუნებაზე რომ უარი ამბობთ. აქ დღესდღეობით კიდე იქ დგას სომხური ეკლესია, რომელიც აფეთქეს. მე დემოკრატიული ქვეყანას მაგი Можно вот такого, что демократически ქვეყანაში სომხური ეკლესია 20 წელიწადია აფეთქებული დგას. სომხური კლადბიშა იყო, იქ თქვენი ასფალტი რომ გააკეთეთ. არ შეიძლება და 1-3 კილომეტრი იქედან გააკეთოთ და ეს სომხური კლადბიშა რომ იყო, რა? ჩანდურასთან. Армянский литература кого мешает? Армянская литература кого мешает? Армянская Какие еще претензии? Какие претензии? Закрыли литературу армянского языка, армянская литература закрыли, в школах нету. В школах нету. Кого мешал, если бы наши ребенки вот изучали Хованеса Туманяна, вот кого мешал? Кого мешал просто? Наоборот, для того, что Хованес Туманян, Вахан Тейриан, Дереник Темешан, это и грузинские писатели, не только это армянские. Они отсюда, выхоженцы с Ахалкалаги, Самска Джавахет. Они и грузинские, мы вместе должны это гордиться. Вот вместе должны гордиться. А вы закрыли, вот нету истории, это литература Армении, нету. Нету. Почему вот закрыли? Кого мешал вот это? Никого не мешал. Никого. И потом мы должны изучать грузинский язык. По вашему имени били, или вы дали Брзанеба, или не знаю. Вот закон решит, суд решит. Мы хотели, мы боролись. Ты должен меня судить, да? Не, я не. Нет, ты должен меня судить. Я не суд. Ты должен, Чахалиян должен Саакашвили судить. შენ უნდა გამასაბადო შენ კრიმინალმა ციხენა გამოსულმა შენი სალა კრიმინალებმა უნდა გაასაბადო ეხა მომისმინეთ თქვენ მომისმინეთ ყველამ კარგად ვისაც ქართული გესმით და თუ არა გადმოგითარგმნია ბავშვებმა უკვე იციან აქ ქართული მე აქ მოვიდე ყველა მოქალაქეს მოусმენ მაგრამ მე არ ვაპირებ თქვენისთან ადამიანებმა მე მეკითხონ მორალი რა გავაკეთე ახალ ქალაქში მე გეტყვით ეხა მოგისმინეთ ეხა მე მოგისმინეთ მე გავაკეთე ახალ ქალაქში ის რომ სეპარატისტებს თქვენისთანაც გამოვაცალეთ საფუძველი ამ რეგიონში ჩემ მმართველობისთვის გაკეთა ეს გზა რომლითაც თქვენ დადიხართ თბილისში და უკან ამ რეგიონში აშენდა უზარმაზარი რკინიგზა რომელიც ევროპის საოლ რკინიგზა ამ რეგიონში გაკეთა კურორტი ამ რეგიონში შემოვიდა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა ამ რეგიონში შემოვიდა გაზი და ამ რეგიონში შემოვიდა სინათლე რომელიც თქვენ არაფერი არ გქონდა აი ეს და გავიდა რუსული ბაზა გავიდა რუსული ბაზა და შენისთანა სეპარატისტები რომელიც აპირებენ საქართველოს დაქვეითებას რუს გრუზ გოშიები მე ვერ წამიკითხავი მორალს ვერ წამიკითხავი მორალს ციხეში იჯექი 6 მუხლით და ძალიან მიქარავ იმან ვინც შენ ციხიდან გამოგიშვა იმიტომ არ ვაპირებ რომ შენისთანა ხალხმა კრიმინალებმა მიკითხონ მე მორალი რომელიც ახალგაზრდა დაუბრუნოს საქართველოს და ვეღარასწოს ამამოდი სად გარბიხარ თქვენ ლაჩრებო მოდით აქ სად გარბიხარ თქვენ გარბი ხარ ლაჩარო სეპარატისტებო წადი თქვენ ლაჩარო სეპარატისტებო გარბი ხარ გამატარე ლაჩრებო გარბი ხარ ვის ზურგია გარბი ხარ ლაჩარო სეპარატისტი ლაჩრები აი 5 სეპარატისტი დარჩა აქ ახალგაზრდა აი ესაა რაც გავაკეთეთ საქართველოში 5 დარჩა და იყვნენ ბევრად მეტი გაიქეცეთ სეპარატისტებო ლაჩრებო თქვენი პატრონი გრუზ ბაზა აღარ არის აქ და იმიტომ